კლიმატის ცვლილება სულ უფრო სწრაფად ვითარდება და უკვე მძიმედ აისახება ადამიანებსა და გარემოზე მთელ მსოფლიოში. გლობალური ტემპერატურა სწრაფად იზრდება, ზღვის დონე იმატებს, ხოლო მეცნიერების პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, ბოლოდროინდელი მონაცემები წყლისა და ჰაერის შესახებ შესაძლოა მომავალში კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. Right, the most important thing are the long-term trends, right? We've warmed... ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ტენდენციები. პლანეტა დაახლოებით 1,5 გრადუსით გათბა მე-19 საუკუნის შემდეგ. ეს ნახევარია იმ დონის, რაც პლიოცენის ეპოქაში, ანუ 3 მილიონი წლის წინ იყო. ბოლო 20 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ პროცესები აჩქარებულია. ვხედავთ ცვლილებების ეფექტებს. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი წვიმები, ზღვის დონის ზრდა და შტორმები. ასევე სანაპიროსთან ახლოს მაცხოვრებლებისთვის ველური ხანძრები. შტორმები და ზღვის დონის ცვლილებები უკვე რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. კლიმატურმა ცვლილებებმა შესაძლოა სრულად შეცვალოს ლანდშაფტი. ველური ხანძრები კვლავ ხშირია და ძლიერი, ნაწილობრივ გვალვის და მაღალი ტემპერატურის გამო. მიუხედავად იმისა, ფართობი, რომელიც იწვება, შეიძლება წლიდან წლამდე ცვალებადი იყოს, ხანძრები მეტ ნახშირბადს გამოყოფს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გლობალურ დათბობას. მაღალი ტემპერატურა ასევე პირდაპირ აისახება ადამიანებზე. გაძლიერებული სიცხის ტალღები აზიანებს ჯანმრთელობას, ამცირებს შრომის უნარიანობას. ასევე ევროპაში მხოლოდ გასულ ზაფხულზე სათობით 1000 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. რეალურად ნორმალური მდგომარეობა აღარ არსებობს. პლანეტა კიდევ უფრო თბება, ექსტრემალური მოვლენები უფრო ექსტრემალური ხდება. გამოსავალი არის სათბური გაზების გამოყენების შეწყვეტა და ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევა. მანამდე ტემპერატურა ზრდას გააგრძელებს. ზოგიერთ ქვეყანაში კლიმატური კვლევებისთვის დაფინანსება იზრდება. მსოფლიო უკვე ხედავს, რომ პროგნოზები არც ისე სახარბიელოა და ცვლილებებიც სწრაფად მიმდინარეობს. შესაბამისად, მეცნიერების თქმით, მათთან საბრძოლველად აუცილებელია გლობალური სამოქმედო ნაბიჯები.